საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის გევორგ პაპოიანის ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე შეფერხებული სომხური პროდუქციის ექსპორტი განახლდა. მისი თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში გეზის საბაჟო ტერმინალიდან ზემო ლარსის მიმართულებით ჩამოსხმული კონიაკი დატვირთული 88 სატვირთო მანქანა დაიძრა. გარდა ამისა, მინისტრმა გარგრის ექსპორტის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. 1 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით რუსეთის საზღვარი გარგრით დატვირთული 2280 სატვირთომ გადაკვეთა. კიდევ 35 სატვირთო გზაშია. მანამდე მინისტრი აცხადებდა, რომ გარგრის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობდა. ეს განცხადებები მოყვა ბოლო კვირების განმავლობაში სომხური ტვირთების, მათ შორის თხევადი გაზის, კონიაკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საქართველოს საზღვარზე შეფერხების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით 2025 წლის პირველ 6 თვეში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით შემცირდა და 9,67 მილიარდი დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირდა თითქმის 53%, ხოლო იმპორტი კი 38%-ით შემცირდა. მიუხედავად საერთო კლებისა ივნისის თვეში მაისთან შედარებით საგარეო ვაჭრობის მოცულობა 9,4%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ექსპორტის 23%-იანი ზრდით იყო განპირობებული. სომხეთი გლობალური დათმობისაგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი ნახშირორჟანგის გლობალურ განყოფაში უმნიშვნელოა. აღნიშნული შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ალტაიში გამართულ გარემოს დაცვით კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში გახშირდა გვალვები და წყალდიდობები, ხოლო მთის ეკოსისტემის კლიმატის ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2026 წელს სომხეთი გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის უმასპინძლებს და პირობა დადო, რომ ერევანი ყველაფერს გააკეთებს ეფექტური დიალოგის უზრუნველსაყოფად. მან ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ნიკოლ ფაშინიანმა პუტინს ამურის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა ამურის ოლქში თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩენსკი ტინდას რეისის მგზავრების ტრაგიკული დაღუპვის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებს. ცნობისათვის რუსეთის ამურის ოლქში ავიაკამპანია ანგარას კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით ბორტზე მყოფი 49 ადამიანი დაიღუპა. რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე და როგორ იმოქმედებს სტამბულში არსებითად ჩავარდნილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჩვენს რეგიონზე? აშკარაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანმა ომმა რუსეთს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რესურსები წაიღო. შედეგად მოსკოვი დღეს პრაქტიკულად ნაკლებ ყურადღებას უთმობს სომხეთსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიას, მაგრამ ის ცდილობს შეინარჩუნოს სტატუს-კვო ძირითადად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირისა და 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მექანიზმების მეშვეობით. მაგრამ უდავო ჭეშმარიტებაა, როდესაც ერთის გავლენა სუსტდება, მეორის ჩვენ შემთხვევაში დასავლეთისა და თურქეთის ძლიერდება. ვნახოთ დავით გენჯოიანის რეპორტაჟი. სტამბულში გამართული რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც სულ 9 საათს გაგრძელდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. კერძოდ, ტყვეთა გაცვლაზე იყო ორიენტირებული. უკრაინამ ლიდერების სამიტის გამართვა შესთავაზა დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის დასამყარებლად, მაშინ, როდესაც რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ ზელენსკი პუტინის შეხვედრისთვის უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. მოლაპარაკებებმა ხაზი გაუსვა მხარეთა პოზიციების ღრმა შეუსაბამოგას. ანალიტიკოს ბენიამინ პოღოსიანის თქმით, ომის დასრულება 2025 წელს ნაკლებად სავარაუდოა. ამ დროისთვის ომის შეწყვეტის პერსპექტივები თითქოს არ არსებობს. მხარეთა პოზიციები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთადერთი, რაზეც შესაძლებელია შეთანხმება,
ჰუმანიტარული საკითხებია, ანუ სამხედრო ტყვეების გათავისუფლება ან დაღუპულთა ცხედრების დაბრუნება. ამ დროისთვის თითქოს არსებობს აღქმა, რომ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება 2025 წლის ბოლომდე ცალსახად. შესაძლოა 2026 წელსაც. მართალია, ბევრს საუბრობენ, რომ როდესაც 3 სექტემბერს ტრამპის ის ულტიმატუმი 50 დღე ამოიწურება და ამის შემდეგ, თუ ტრამპი მართლაც გამოიყენებს 100%-იან საბაჟო გადასახადს ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვინც რუსეთისგან რამეს ყიდულობს, გასაგებია, ძირითადად ეს ჩინეთსა და ინდოეთს ეხება, რომლებიც ნავთობის, ხოლო ჩინეთი გაზის მსხვილი მყიდველები არიან. ექსპერტის თქმით, თუ ტრამპი მართლაც გადადგამს ამ ნაბიჯს, რუსეთი შეიძლება მიდრეკილი გახდეს, ომი უფრო მალე დაასრულოს. ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიაზეც. მოსკოვი ცდილობს შეინარჩუნოს სულ მცირე დღევანდელი სტატუს კუო. հասկանալի է, որ Ռուսաստանը հիմա გასაგებია, რომ რუსეთი ახლა შეშფოთებულია, რადგან სომხეთთან ურთიერთობები, ასე ვთქვათ, ბრწყინვალე არ არის, ხოლო აზერბაიჯანთან ურთიერთობები ინტენსიური გაუარესების ფაზაშია. მაგრამ ჩემი შეფასებით, სანამ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება და მე ვგულისხმობ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას და არა ვთქვათ 24-იან 48 საათის, რუსეთს ობიექტურად არ ექნება შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში არსებითად გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა. შესაბამისად, ამ დროისთვის ვიტყოდი, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი შეიძლება ითქვას სტატუს კვოს შენარჩუნების მსურველი სახელმწიფოა. ის კმაყოფილი არ არის დღევანდელი სტატუს კვოთი, მაგრამ ამავე დროს მას ესმის, რომ სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება მისთვის შეიძლება უარესი იყოს. სპეციალისტების თქმით, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ხელოვნურად გამწვავდა აზერბაიჯანის მიერ. ალიევს მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა. რუსეთ-აზერბაიჯანის გამწვავებულ ცეცხლში შეშას მხოლოდ ბაქო ყრის. ალიევის მოწოდება უკრაინისადმი არასდროს შეეგუოს ოკუპაციას და მაგალითი მისგან აიღოს, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კრემლისთვის. იმ გნահատմամբ կարծես թե Ադրբեջանը ցանկանում է ჩემი შეფასებით, თითქოს აზერბაიჯანს სურს, რომ რუსეთი შეეგუოს იმ აზრს, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი ჰეგემონია არსებობს, აზერბაიჯანის სახით და ითხოვს, ასე ვთქვათ, ჰეგემონისტვის დამახასიათებელ მოპრყობას. თითქოს რუსეთი არც ისე მიდრეკილია აზერბაიჯანის სამხრეთ კავკასიაში ახალ ჰეგემონად მიიღოს. ჩემი შეფასებით, ძირითადი პრობლემა ეს არის, რომ ალიევი ცდილობს რუსეთს დაანახოს, რომ მე უკვე სამხრეთ კავკასიაში დომინანტი ვარ. შენ უნდა მიიღო ეს ფაქტი და შენი დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ უნდა იყოს დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიაში დომინანტური პოზიციის მქონე სახელმწიფოსადმი. თუ არა, მაშინ შემიძლია ესეთი ნაბიჯები გადავდგა, რომლებიც შენ გეტკინება. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი ასეთ ვითარებას არ შეეგუება და უკრაინაში თავისი პრობლემების მოგვარების შემდეგ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გარკვეულ ნაბიჯებს უეჭველად გადადგამს. აზერბაიჯანთან ურთიერთობები საგალეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რბილად რომ თქვათ რთულად დაახასიათა და ასევე აღნიშნა, რომ მოგვარების პირობა რუსი ჟურნალისტების გათავისუფლებაა. რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები კი კიდევ უფრო რთულ ეტაპზეა, მხარეთა შეუვალი პოზიციების გამო. სხვათა შორის დღეს სტამბულის შეთანხმებებიდან ერთ-ერთი შესრულდა. რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ტყვეთა ჯგუფები გაცვალეს. საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Aegis Spirit 2025 დაიწყო. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს, შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ქართული მედიის ცნობით ღონისძიებას არ ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. 8 აგვისტომდე დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობს 9 ქვეყნის: ბულგარეთის, საქართველოს, გერმანიის, ლიეტვის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის 2000-მდე სამხედრო მომსახურე. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს Aegis Spirit-ის სწავლებები საქართველოში არ ჩატარებულა. გასულ წელს ასევე გადაიდო კიდევ ერთი ყოველწლიური სწავლება Nobel Partneri, რაც ვაშინგტონმა თბილისის მხრიდან დასავლეთის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებით ახსნა. საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს. არაბული სამყარო გადაწყვეტილებას მიესალმება, ისრაელი და შეერთებული შტატები კი გმობენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად სექტემბერში აღიარებს, რითაც საფრანგეთი დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგმავს. მაკრონის გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურება მოყვა არაბულ სამყაროში. პალესტინის ავტონომიამ, ესპანეთმა,
იორდანიამ, საუდის არაბეთმა, კატარმა, ქუვეითმა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ მას ისტორიული და მნიშვნელოვანი უწოდეს, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერას ადასტურებს. ამასთან ისრაელმა და შეერთებული შტატებმა საფრანგეთის გადაწყვეტილება დაგმეს. ამჟამად პალესტინის სახელმწიფო გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ევროკავშირის რამდენიმე წევრმა, როგორიცაა ესპანეთი და ირლანდია. ცნობისათვის სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო 2024 წლის ივნისში აღიარა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთი ოფიციალურად აღიარებს პალესტინას როგორც სახელმწიფოს. მან ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტულია ღაზაში ომის შეწყვეტა, ძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. მაკრონმა დასძინა, რომ მშვიდობა შესაძლებელია ჰამასის დემინიტარიზაციის, ღაზის აღდგენისა და სიცოცხლის უნარიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზით, რომელიც აღიარებს ისრაელს. ვაშინგტონი მკაცრად გამოეხმაურა მაკრონის გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დახასიათებით სილის გაწვნაა 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის. ამავდროულად ცნობილია, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ გაეროში ამთვის ბოლოს დაგეგმილ კონფერენციაში. ეს შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა. მან აღნიშნა, რომ აშშ კონცენტრირებულია ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, რათა თავიდან აიცილოს მისი გაძარცვა ჰამასის მიერ. პიგოტმა ჰამასი ჰუმანიტარული დახმარების იარაღად ქცევაში დაადანაშაულა. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.